ბათუმის შავი ზღვის მეათე საიუბილეო ჯაზ ფესტივალზე წელს მაილს დეივისის ცხოვრების ამსახველ მხატვრულ ფილმს აჩვენებენ ფილმის რეჟისორი დონ ჩიდლია, რომელიც საკუთარ ნამუშევარში მთავარ როლსაც ასრულებს. მაილს დეივის Ahead ფილმი ამსათაურით ექსკლუზიურად სწორედ მაილს ელექტრიკ ბენდის კონცერტამდე იქნება ნაჩვენები. If you want to tell a story, come with some attitude, man. ჯაზის სამყაროდან დროებით გაუჩინარებული მუსიკოსი გამოსავალს ისევ მუსიკაში პაულობს. მაილს დეივისის ცხოვრების ამსახველი მხატვრული ფილმის ექსკლუზიური ჩვენება ბათუმის ჯაზ ფესტივალზე კინოთეატრ აპოლოში შედგება. მხატვრულ ფილმში რეჟისორმა დონ ჩიდლიმ ის პერიოდი ასახა, როცა მაილს დეივისი ნარკოტიკზე დამოკიდებული იყო. გასული საუკუნის 70-იან წლებში მაილს დეივისი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ მძიმე დეპრესიის დაძლევას და კარიერის გაგრძელებას ცდილობს. მაილს დეივისის ჯგუფის ხელმძღვანელი არის მისი დიშვილი, რომელიც ასევე ფლობს ყველა უფლებას მაილს დეივისისას და იგი სიხარული დაგვთანხმდა ამ წინადადებაზე. სწორედ იმ დღეს, როცა მაილს დეივისის ელექტრიკ ბენდი წარდგება ქართველი სვენელის წინაშე, ეს არის 16 ივლისი, დღის სეანსი იქნება. ფილმი, რომლის ექსკლუზიურად ჩვენების უფლება ბათუმის ჯაზ ფესტივალის ორგანიზატორებმა მაილს დეივისის დიშვილისაგან მოიპოვეს, საქართველოში მხოლოდ ერთ დღეს იქნება წარმოდგენილი. დახურულ კინოჩვენებას ჯაზ ფესტივალის გახსნიდან მეორე დღეს სავარაუდოდ მუსიკოს Quincy Jones-იც დაესწრება. ეს არის ბიოგრაფიული ფილმი, მაგრამ არა მხოლოდ კომერციული, იმიტომ რომ საფესტივალო კარიერა საკმაოდ წარმატებული ჰქონდა. ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე, Palm Springs-ის ფესტივალზე ფილმს აქვს აღებული ჯილდო, რეჟისორი, რომელიც უნდა ნახოთ Director to Watch It. მაილს დეივისის ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან, მოცეკვავე ფრენსის ტეილორთან, რომელმაც მუსიკოსი მიატოვა და დიალოგი ჟურნალის დეივ ბრეიდენთან, რომელსაც ჯაზმენთან ინტერვიუს ჩაწერა უნდა, მისი შემოქმედების ამსახველ ფილმს ლაითმოტივად მოსდევს. მხატვრული ფილმის სათაური მაილს დეივის Ahead მუსიკოსის 1957 წელს გამოცემული ამავე დასახელების ალბომიდან მოდის. ფილმის მსოფლიო პრემიერა გასულ წელს ნიუ-იორკის კინოფესტივალზე შედგა. ფილმს, რომელსაც კინოკრიტიკოსები ოსკარის ნომინაციაზე წარდგენას უწინასწარმეტყველებენ, ბათუმის ჯაზ ფესტივალზე 16 ივლისს აჩვენებენ.